სოციალურ ქსელში ნამდვილად არაერთი პოსტი ვრცელდება გურიის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მაუწყებელი ავრცელებს პოსტს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ ზურა კალანდაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის სოფელ საჭამიასერში კალაგონის თემში მძიმე პაციენტი არის ჩარჩენილი და სასწრაფოდ წამლები არის მასთან მისატანი. ის აცხადებს, რომ საკრებულოს მიერ გამოყოფილმა ტრაქტორებმა სოფლის მხოლოდ ნაწილი გაწმინდეს, რის გამოც სახლამდე მისვლა სავარაუდოდ მხოლოდ სკუტერით ან სპეციალური თოვლმავლით არის შესაძლებელი. ის მიმართავს სერის საკრებულოში ვინც ხართ 500 მეტრში მისული ტრაქტორი უკან რომ წამოიყვანეთ, ილოცეთ რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს ჩემთვის, წერს მოქალაქე ზურა კალანდაძე. ასევე მოხალისეები გურიისთვის ჯგუფში ვრცელდება არაერთი პოსტი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ამ კონკრეტულ პოსტში საუბარი არის იმაზე, რომ ქვედა ბაღში ერთ-ერთი ადგილობრივი ორ მცირეწლოვანთან ერთად მარტო იმყოფება, როგორც ეს ადამიანი აცხადებს, მისი პატარა არის ავად, მას აქვს მაღალი სიცხე და ამავდროულად აქვს ქრონიკული ასთმური ბრონხიტი და ეს ადამიანი ითხოვს, რომ გზის გაწმენდაში დაეხმაროს მას ვინმე, რადგან როგორც ის ამბობს, გუშინ ქვედა ბაღის მაჟორიტარი იყო მისული ადგილზე და ამ დროისთვის სამანქანო გზა ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი. ასევე გურია ნიუს მოქალაქეები პერიოდულად აწვდიან ხოლმე ინფორმაციას ვითარებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მოქალაქე აკაკი მიქაძე კაპროვანიდან აგზავნის ვიდეო, სადაც ის აცხადებს იმას, რომ უკვე მერვე დღე არის, რაც მათ არ აქვთ შუქი და გაზი და ის აცხადებს, რომ კაპროვანში არის კატასტროფული მდგომარეობა, ელექტროსადენების წაქცეული ბოძები მიწაზე არის დაყრილი და ის ამბობს იმას, რომ ახლა მხოლოდ მათ ის ხადარჩენიათ, რომ მოითმინონ, გაუძლონ და დაელოდონ გამოდარებას. ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას დაკარგულ მწყემსებთან დაკავშირებით სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში ტარიელ ხეცაძის, დაკარგული მწყემსების და გრიგოლ ბერაძის კოორდინატების სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა, როგორც ამ განცხადებაში არის საუბარი. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა და როგორც განცხადებაში არის საუბარი, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთნენ და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდება. ასევე მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრით არის დაშორებული, თოვლის საფარი კი 3 მეტრზე მეტი არის. განცხადებაში საუბარი არის იმაზეც, რომ უკვე დადგენილი არის ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალი არის დაფიქსირებული და ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს, ნათქვამი არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ასევე ინფორმაციას. მათ ინფორმაციით მეხანძრე მაშველები პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ და როგორც განცხადებაში არის ნათქვამი, ისინი მოსახლეობას საკვებით, ასევე პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საპოლიციო ძალებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვნები და ხანდაზმულები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.